მოგესალმებით იგივე ტერიტორიიდან, იგივე ყველაფრიდან, იგივე საქმით. იგივე დროს და იგივე ჟამს, რომელიც ათია. ვაიმე 11:22 წუთი არის, ამოვწყვიტე ქათმები შიფშილით, წავედით. ვაიმე ეხლა იმათი დევნის ნერვი კი არა მაქვს, მაგრამ სხვა გზა რო არ არის და ცოცხი დავკარგე. იქ არადე. ცოცხი მჭირდება იმისთვის, რომ აჰაგე სატყოფილი გუში რო შევყარე ეთყობა. რული არა ეგრეთ წოდებული მისახვე მოსახვეები რო სჭირდება ჩემს ქათმებს საამისოთ. ეხლა განახოთ ეს ბავშვი. შემოტკბილო და ლამაზო და რაღაცა რაც დაქვსი მის მერე ფეხზე არ ამდგარ ხარ შევგდი. არა დედას ცხოვრება, ვეშე შემოგელი. აი აქ უყრია, ხორბალი აქ უყრია, საჭმელი თვითონ ჭამს, თვითონ სვავს, თვითონ უვლის თავის თავს. ყველა კვერცხი გაქვს თუ შეჭამი რა, გენაცვალე. ვები დიდი რა ლამაზი კრუხი ხარ, ჰა. დამათვლევინი აბა კვერცხები ყველა გაქვს? 2, 4, 6, 8, 10, ყველა გექნება ხომ ახლა არ გაიყიდდი. ой, ჩემი ცხოვრება. დაჭექი ჩემო ფუმფულა, დაჭექი. აი ეს უკაცრავად შეწუხებისთვის. ერთი პაწაწინა იაპონკა ქათამი დავკარგე, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარდა. სულ აქიჩდა ხოლმე საქათმეში არ ვაგდებდი, არც სადმე არ მიდიოდა, არც ან ჩვეულებრივ ბუვი იყო რა, ანუ არ კონტაქტობდა არაფერი. მაგრამ იმდენად საყვარელი იყო, რომ ვაძლევდი მაგის უფლებას, რომ საქათმეში არ შესულიყო. არც არაფერი არ შემოდის, არც კატა, არც არაფერი, არც ჩვენები არ ერჩიან. ამას წინათ არია დავკარგეთ, იმიტომ რომ გარეთ იყო გასული და გუშინ წინ ერთ-ერთი ეკლდა ესეც. ჩვენ რო თბილისში ვიყავით, მე-5 ეკლდა და ლაშა რო გავიდა გარეთ. კარების ქვეშ რა ქარი რო იყო, ის გადმოაგორა რა ქვია, ის ფიცარი და ერთ-ერთი გამძვრალა რა და დიდი ბალახებია, რო შეეშინდა იქ ჩვენ ჩაძვრა. ისე რომ იპოვა ლაშა. ხო და იქითაც არ გადიოდა რომ ვიფიქრო რომ გავიდა და რამემ დააფრთხო. რამემ წაიყვანა, არც მაგის შანსი არ არის რომ ელემენტარული რომ რაღაცა დაგდევს და დაგიჭეს ბუბული მაინც უნდა გაგძვროს. კარგი გავიგეთ ხო რომ მან დახარ. ხო და რას ვფიქრობ ეხლა? ამ დღეებში სულ ამბობ რომ ნაკლები კვერცხი ვიღებ მეთქი რა, ანუ ხო და ერთი მუჭა ქათამია და ვფიქრობ რომ იქნე მეთქი სადმე კვერცხები დააგროვა და სადმე დაჯდა როგორც კრუხი, მაგრამ რა ვიცი, აი ხელა ტერიტორიაზე ვერ ვიპოვო, მაგრამ იმდენად ერთი პეწუ არის რომ შეიძლება ვერ ვიპოვო. არა და აი ხო რაღაცნაირი სამაკ ხოლმე რა, აი ბევრჯერ მithქვია თქვენთანაც კატაა თუ ქათამია თუ ძაღლია თუ რაღაცა არის რომელიღაცა რომელიც მეტად მომწონს, მიყვარს და რაღაცა. წავედით ეხლა და როც ჩვენი ბავშვები ტერიტორიიდან. ცოტა კი დამაგვიანე, მაგრამ არა უშავს ქალებო. ცოტა ნაზად გამოდით ეხლა, ნაზადა. გამო, ჩქარ. ჩქარა გამო შეაბუეტუკა. გებოდი დროს. როგორ მირბია. გუში მქონდა კუხნის უბორკა ხალხნო. ხო, მაგრამ მეზარებოდა ყველაფერი. მაგრამ ერთი რაღაცა მჭირშა, აბა დაიცე შევყაროთ ჯერ. მიდი ყველანი, დიდიან, პატარიანად, ყველანი შენ არ ახარ ყველა? კაი, შენ იყავი. მიდი. 3 ქორია, ამებს არ შევყრი, იმიტომ რომ გუშინ შევყარე და ცოტა დამიჩაგრეს. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ აქ უნდა იბორიალოთ. აქაც მისა კატებს დაუყარე და არ მიირთვეს. ეხა უყურე. კარგი და რომ მოგხვდეს ეხლა. დროზე მიდი აქედან. დიდი. დაუყაროთ ხორბალი და ეგ არის. ადვილად შევიდნენ სხვათა შორის, იქითაც არ გაქცეულა, თუ ქათმები გარბიან ხოლმე მემალებია. ვაი.
ეს თქვენ მეტი არ გინდათ და ეხლა ესენი ეს კიდე იმათ აჰა ეგეც პასხა დაუცხავდა ეგა გუშინ მეზარებოდა ყველაფერი პირველი ვიდეოში ხო ავღანიშნე და რაღაცა მიწელამკვდარებული ვიყავი მაგრამ ასეთ დროს ხოლმე თუ დავემორჩილი ამ სიზარმაცეს იმდენად უფრო მეტად ცუდად ვარ და რატო იცი ის რაღაცა რაც უნდა გავაკეთო ხომ მაინც მე უნდა გავაკეთო და ფაქტიურად გამოდის ისე რომ ამ სიზარმაცის გამო გადავდე უბრალოდ ეს როგორ მომდევს რომ მივასიკვდილო ეხლა იგრე ეს ციცილებს დაუსხად და ეგ არის ქონდა რამდენი რამე იცი გასაკეთებელი კუხნაში ძირითადად კუხნა მქონდა გაზი გასახეხი კუხნა თვითონ კარებები და ისინი გასაპრიალებელი და რაღაცა ის ნათითურები გამწოვი თვითონ იატაკი დასასუფთა მოკლედ ანუ კუხნას სუნდოდა კაი ერთხელი შევლება კარებები და შუშები ხო და ჩემ თავს უთხარი მორჩი ახლა მანანა მაიმუნობას მეთქი და აბა ეხლა დროზე მეთქი საქმე და როგორ ვიყავ იცი მოდი ესეც ცოტაც და გამოვიდა ისე რომ ამ ცოტა და დიდი ამაში და ესეც გააკეთე გაზეთ გავხეხე კარგა გემრიელად იმ ხალასით ოღონდ იცი რა ვქენი თუ ძალიან დიდი დაბინძურება არ არის ხალასი შეგიძლია ერთ-ერთზე წყალი ჩაასხარა იმ თავის მისასხმელში და იმდენადაც ტოქსიკურიც არ იქნება და იმდენადაც ძლიერი არ იქნება რომ სწორედ რაღაცა რა და მე ხელთათმანებს ვერ ვხმარო აი კი გავიკეთებ მაგრამ აი ვერა რა გამწოვზე მივასხი ანუ არაფუჭებს და რამე გაზი კარებები კუხნის სუ ჩამოვხეხე კარები ფანჯრები სუმაგით რომ სადაც გაზი მიდგა იქ ხო შუშა კარების და რაღაცა რო გასკდება ცხიმი რაღაცა ეწუწება რა და ძალიან ხშირად არის გასახეხი ხო თუ არ დამეზარა არა მაყენო ეხლა გადი დროზე გშა ერთი წამი აბა ეხლა ქიდან დროზე მოუსვი ხო და მივყევი აი თან საჭმელი ვაკეთე თან ხო ქარის საშინელი რაღაცა იყო და პლოშატკის ქვეშ აი ეხლაც კი ხდება მაგრამ გუშინ საშინელება იყო გავიღე მე ნინო მოვიდა და ნაგვები გავიტანეთ ზედმეტი მე სამ წიკი მჭირს კიდე არ ვიცი ეთყობა ნერვოზის ერთ-ერთი ფორმაა ეს უეჭველი რომ აი ნივთი რო დევ და არ ახმარობ და ცხოვრებაში რო არ იხმარებ მაგრამ დევ იკავებს ადგილს მიგაჩნია ნაგვად იმიტომ რომ არ იხმარებ და რადგინდა ნუ სხვასაც ვერ მისცემ იმიტომ რომ არც ისეთი არ არის რაღაცა და ეგ რაღაცები იქ ბოთლი იყო იქ რაღაცა მოვაგროვე ეს ყველაფერი მოვაგროვე და აი რო გამაგდა ყრი აი მეცი რა მომდის სუფთავდები წყნარდები ნერვი აღარ მეშლება ხო და მოკლედ თან კურნალობა მქონდა საკუთარ თავთან თან ვალაგე ისე მოვიდა 3 საათი 3:30 ვერ გავიგე ხალხო რომ მივხვდი უკვე რომ კარგად დაღლილი ვიყავი იმ ხრივ რომ აი დაბლა მეჭიმება ხოლმე მუცელი რომ ან წამოვწე რაღაცა მაშინ მივხვდი რომ მანან ეხა შენ შეგიძლია გაჩერდე და დაასტოპო წამოვწე ცოტა ხანი რომ მე კიდე რაღაცები გშა აი ხა ხო შევყარე და გადმოხტლე და გამოეთრივნი ჭამეთ ჯანდაბას და შეკყრით ხო და მოკლედ აი გამბები მქონდა ისე რომ მე რო ავდი
სარეცხი, ვაიმე გუში სარეცხი, მეგონა რომ მეზობლებსაც აქ მოხდათ. იცი რამდენი დამრეცხი. ხალხი საიდან აგროვდება? ყოველდღე ხო ვრეცხავა რა. თან იყო ქარიან მზიანი ამიდი, აი ზედ მისწრება სარეცხვისთვის, ისე რომ სანამ ერთს რომ გავფენდი და მეორე რომ ირეცხებოდა, ის უკვე მშრალი იყო და ყველაზე კაი რა ვქეცი? შემქონდა და ვალაგებდი, რაც არ იყო დასაუთოებელი და იმ სარეცხიდან თუ 1-2 იყო, იმ წუთას ვაუთოვდი და ანუ 1-5 პირი დავრეცხე, ისე რომ ერთი დასაუთოებელი არ დავიტოვე, გუში ეგეც გავაკეთე და თან ამას პერიოდულად წამოწოლა და მაგას ვაკეთებდი ერთხმად რა და ფაქტიურად საღამოს ვიყავი 9:30-ისთვის ვიბანავე და სულ კარგად ვწანდებოდა. უთხარი ჩემი ძილის დროა და დილამდე ისე მეძინა ფეხი არ გამიქნევია. და დილას ლაშამ გამაღვიძა. აღდექო. და ხა ანუ აღარ მაქვს რა ისეთი არაფერი გასაკეთებელი. ნუ როგორ არა მაქვს, აი ხა რო გადახედო ეზო იგივე დასალაგებელი. აი ხა განახებ. გუშინდელი დალაგებულ ერთიქ ეს ტრაქტორი უნდა წაიღონ. ჩვენი არ არის. იქ ნახე. ყრია რა, აი რაღაცა კარგად არის მოსაგველი. ეხა იმათ მივასიკვდილებ აგე იმათ რო შეჭამენ და იქ ნახეთ კიდე რამდენი ფოთოლია დაყრილი. ანუ გეგონებო შემოდგომაო იმდენი ფოთოლი გააყრევინა გუშინ ქარმა გარგალს. გარგალი ჩვენ არ გვიდგა, მაგრამ იქ ითხოთ გა. ხო და ფაქტიურად ის რომ მეორე ვიდეოსთვის ჩამეწერა და მეორე ვიდეო ვისმექნა, ვერა. მე გუშინ აღმოაჩინე ერთი სერიალი ამ საქმის კეთების პროცესში ჩართული მქონდა რა, ეხლა კუხნაში რომ სულ მოძრაობდი, გაზის დაბლაც გავხეხე ის ხალასით, კარგად. ხო და კუხნაში მქონდა ჩართული კომპიუტერი და ხან უყურები, ხან უსმენდი, ხან რაღაცა ახალი სერიალი. ეს სერიალი არის, დაიცა რა ქვია, გაიხსენე სიყვარული, ასე ქვია, თურქულია. და ჰანდე გამოდის ცნობილი მსახიობი და ბარის არდუჩი. ვინც იცით, მე მომწონს ეს მსახიობები, რა ვიცი, სერიალებში მომწონს ყოველ შემთხვევაში. ხო და ვუყურე, თან ყველაზე კარგი რა არის, იცი, სულ რამდენიმე სერიაა? 8? 10-მდე აღარ მახსოვს, მაგრამ ანუ ძალიან ისეთი, აი ფილმის მსგავსია რა, არც გაწერილი სერია 50 წუთიანი თუ რაღაცები, ისე რომ არ მოვჩენილ ვარ. მე მგონი 1-2 სერია დარჩა. მაგასაც ვუყურებ მე რაღაც საჭმის კეთების პროცესში რა, რაღაცა უნდა მოვიფიქრო დღეს და კაი სერიალია გირჩევთ, ვისაც არ გინახიათ, უყუროთ და ეხა რა ზია. არა ვარ ვაპირებ მოყოლას, უნდა უბრალოდ შორენას მინდა რომ ვუთხრა რა ზია არის ეგ ფილმის შორე. ეხა ვიყურე რა ზია. ანუ ინფლუენსერი გოგოა. ინფლუენსერი. ნუ როგორც მე იუთუბერი რა, ეხა დააკავშირეთ მანეც და ვიღაცა უყურებს ამას, ამ გოგოს, ამის უყურებს რა სტატიებს წერს რა, ძირითადად სტატიებს წერს და მოკლედ მოწონს ეს გოგო რა ძალიან და ანუ არავინ არ აყავ, არც შვილი, არც ის, არც ნათესავი, მე მგონი თუ ყავ, არ ვიცი, მოკლედ კარგად მდიდარი ქალია და გარდაცვალებამდე ამ თავის საყვარელ კუმირს დაუტოვა ბინა კაბადოკიაში. ეხა ამ ადგილს გაგიმეორებახლიდან. შენ ხომ იყურებ? ხო, ისიც კითხულობდა იმისებს. შენ ხო გიყვარვალ, იმასაც უყვარდა და იმან ბინა დაუტოვა და ამ ადგილს გაგიმეორებ კიდე. შორენა ხო გიყვარვალ? სადმე ბინა არა ქაქ. რა იყო გოგო, ხო კაბადოკიაში არის და ეგ დამიტოვე სადმე. შვილებს გავამწეს. მე გუშინ ამას რო უყურებ და ის გავახსენე ეს შორედას მოუყვებით, მე თვითონ მიტყდებოდა სიცი. ხო ჩაბაქოებს ახლა კომენტარებში. ხო და ესე მოკლედ რა გუშინა ესე შემორჩი ხალხნო და ჯამაათ, ნუ მიჰაუზეც ვიცინეთ, ბევრმა თქვენგან მაცინეთ კომენტარებში. და ძალიან ბევრი კადრი გამოჩნდა კიდე შიგნიდან გარედან და ყველა მხრიდან გადაღებული და აი რავი ჩვეულებრივ დაცინვად მიმაჩნია ხალხისა აი ეგ
იმ თვითონ იმ ქსელის მიმართ როგორ უნდა ვთქვა მიხაუსი რაც არის ვითომ ეხა 26 მაის 26 ლარად და მიყარა ამოდენა ხალხი და ზოგი რომ მაგიდაზე მივიდა და მაგიდა არ შეხვდა ჭიქა წამოიღო ეგ არის დაცინვა ხალხის ხო და ეხა ის რომ ხალხიც მივიდა და რაღაცაც უნდა ეხა როგორია მაგიდა და ურსკაფს 26 ლარად გაძლევენ და მიხვალ მარას იზავე ნუ როგორ მიხვალ და ვის რას დაამტვრევ და ვინ რას დაგამტვრევს ეგ სხვა თემა მაგრამ სული გააქრო ხა 200 ლარიანი მაგიდა 26 ლარად იყიდო რატო არა მე რო აივანი მქონდეს ისეთი აი ბინებში რო ახორ მე შორენამ რომ დამაჩქოს რა ეგეთ ბინებში საყვარელი ინფლუენსერს რომ დაუტოვოს აი მაგისტრის წავიდოდი და ვიყიდდი თორე ხა იქ მიდგა ტახტი და მაგიდა მაგრამ ამ ქარში და უბედურებაში ჯერ სად უნდა დაჯდე მე ხა ვერ დაჯდები თუ ის ადიელა არ გაღავლე შანსი არა ვერ დაჯდები ტურის ბუდეთ აქცია და სანამ ადიელა გაივლება გავწყვეტავ ხოლმე და მე ესე დამინჩი წამებში შრება ასე რომ ეხა იქ უნდა გავაკეთო რომ მაგიდა ფუნქციური გავხადო რომ დავჯდე ან ყავა დავლიო ნუ დავლებ დავჯდე სხვათა შორის ამ ბოლო ხანებში იმ იდეაზე ვფიქრობდი რამდენჯერა მაქვს თქვენთან ნათქვამი რომ რაღაცის წამოწყება მინდა რაღაცის დაწერა მინდა თქო რა მაგრამ აი რამდენჯერ ავიღე მაიკოვაც მაჩუკა მაიკო მოგიკითხავ დიდი სიყვარულით ამისთვის ჩანაწერების ბლოკნოტი რამდენჯერ ავიღე ვერ დავიწყე და გუშინ ამ ფილმს რო უყურებთ თუ ამ სერიალს რაღაცა мотиваცია მომცა თითქოს კიდე და აი ვერ პოულობ დროს ეხა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ეხა რო ზიხარო და რაღაცაო დაწერეო მაგრამ იგივეა როგორც ხატვა ვინც იცის რომ ეხა ადგე დაწერო ესე არ არის როგორც ხატვისთვის უნდა აი შიგნიდან უნდა გამოდიოდეს აი რომ დაჯდე და დახატვა არ არსებობს იმიტომ არ ვხატავ ხოლმე რაღაცას კონკრეტულად შეკვეთებს ნუ ბოლოზარს არ ვთვლი აი ნახат შეკვეთას არ ვხატავ თუ მე არ მინდა არ არსებობს ხალხნო ის ვიმემ დამახატინოს თოფით რო დამადგეს არ დავხატავ იყო დრო რომ ხატავდი მაგრამ რომ მივხვდი რომ ეს ჩემთვის სიამოვნება არ იყო ტანჯვა იყო აღარ ვხატავ ხატავ იმას რაც მე მინდა და გავყიდი თუ გაიყიდა იმას და იყიდება ხოლმე ჩვეულებრივ არა მაქვს მაგისიის ამიტომ იგივეა ეგეც რა გამოდი გაგამწარებ ეხლა იცო დაბრუნდით ეხლა ჩქარაბიდი რო გაიგეს იგივეა წერა თუ გარემო სიმყუდროვე რაღაცა არ შეიფამე გაყარეთი ამ ისაქერი ცხენები და ალბათ პატარა რომ მეყოლება უფრო მეტი დრო მიქნება ესე საჯდომად იმ ხრივ რომ ან დაძინების დროს ან რაღაცა ყურადღების დროს რა და აი ძალიან მინდა რომ პატარა ადგილი გამოყო ყოველდღიური და ცოტა რაღაცა გავაკეთო იმდენად მინდა ის გავაკეთო მაგრამ იმდენად მინდა რომ უბრალოდ გავლა გამოლით არ მინდა რომ დავჯდე და ეს გავაკეთო და ან დავწერო აი გარემო უნდა შევიქმნა მე თვითონ და ვერ შვები ჯერ მაგას ვერ ვაკეთებ აი ერთი ორი კვირის წინ რაღაცა აი ესე ამოვიგლიჯე და ეგ აქონდა დაზიანებული ეხლა ეს სანამ კიდე არ დავიზიანებ ხო ვერ მორჩები რომ მომირჩა და უბრალოდ შეთეთრებული მაქვს ესადები და ნავალ დავიღებ მაკრატას მაგრამ არა ეხლა ამათ გავამწარებ თან როგორ ახლა იმ ხელა მუტურუკი ნახე სად არის მიტრიანდი ახლა და ჩადი ჩქარა არ გადმოხდე ერთი არ აქცდეს ეხლა ნახეთ აი იქედან ქარმა ის გამოაგორა და აქედან იყვნენ გამძვრელები ეს ქათმები და ერთი წითლისა დავკარგეთ
ორი ვიპოვეთ. დღეს ამასაც აქ იმისი ის რომ გავასუფთავ ის იქით გავბერტყი და დავდე რომ გაუაროს ნიავმა. ზემ დააჭიროს ახლა. ეს წმები რო იყოს ავარაუდო შეიძლება ნესტი აიღო. აი ასე ხალხო. ასე და ამგვარად გუშინ ბარბარემ ნახეთ რა მომიტანა. მაგრამ დაკრიფა რაღაცა ბალახებში იყო რა რაღაცა ბალახებშიო და ისე ყარს. ჯერ გვირილა მე ძალიან მიყვარს. აი ეგ დავადგმევინე და ლაშამ ვაიმე აიღეთ თორე ცუდად ავხდებიო. მე ეგ დავდგი და რო გამოვიარე მეთქი რაღაცა ვერა ვარ მე მგონი კარგად და იმდენად ყარს. ანუ იმ ყრალი ბალახის სუნი აქვს აღებული რომ გვირილა გარეთ გავიტანე. და გვირილა გარეთად გაეხლა. აი ასე. დაგემშვიდობებით ხარხნო ხა მომავალ ვიდეომდე. მომავალ ვიდეოც იქნება ალბათ, რა ვიცი. დაღიღალებ კიბეზე ამოსვლა. აბა ბედნიერი დღე ყველას. შორე შენ კიდე იმ საქმეზე იფიქრე, რაზეც წერყად ბედაში ვილაპარაკეთ. აი მე შენ კომენტარებს წავშლი. გპირდები შენ კომენტარებს წავშლის, იმიტომ რომ ვიცი რომ უნდა გამასაზიზყრო. არა, ჩემო ლაბაზო დაწერებ შევიდოთ ერთობი ხოლმე, ბიდი. აბა ბედნიერი დღე ყველას.